კოვიდის დროს პრობლემები, რომლის წინაშე აღმოჩნდი, ეს არ იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, იყო გაცილებით უფრო მძიმე. ამბობთ, რომ კოვიდი გარკვეულწილად უმძიმესი იყო, მაგრამ რაღაც რა ვიცი, ყველა რაღაცნაირად მძიმე მდგომარეობაში იყო და მეც არ აღმოჩნდი გამონაკლისი, თუმცა ჩემი შემთხვევა შეიძლება იმ ცოტათა შორის იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადავრჩი და ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ მანამდე თითქმის 7-8 წლით ადრე იყო სხვა შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ესე ჩვეულებრივად კონფერენციაზე გამოსვლის დროს უცებ ხმა დავკარგე, აღმოჩნდა რომ რაც პირველი შემთხვევა არ იყო, წავედი ექიმთან, იმიტომ რომ ძალიან მალე ვიზიტი მქონდა და ხმა მჭირდებოდა და ყოველგვარი რაღაცა სერიოზული გამოკვლევის გარეშე, აი ესე პირდაპირ თვალებში მიყურებდა რომ ის ექიმი და მის მეტი არაფერი არ ყოფილა. უცებ დაასკვნა რომ მქონდა რაღაც ბოლო კატეგორიის სიმსივნე რამის და ხუთშაბათს ოპერაცია უნდა გამეკეთებინა სასწრაფო წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვერ გადავრჩენილიყავი და ფარსების ჯირკვალზე ჰქონდათ აქცენტი. დიაგნოზსაც ვერ დავარქვევ, იმიტომ რომ რა ვიცი, დიაგნოზი ხო რაღაცების შედეგია და ეს რაღაც ფუნდამენტური კვლევები არ ჩაუტარებიათ, კიდევ ხოლმე ბიოფსიაც კი არ გაუკეთებიათ. მაგრამ რაც იყო, მოკლედ ეს დიაგნოზი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობდი თავს, საერთოდ არაფერი არ მაწუხებდა, უბრალოდ აი ეს ხმა დავკარგე, რომელიც მე 2 დღეში დამიბრუნდა. მოკლედ არაფერი არ გავაკეთე, წავედი, მყავს მეგობარი ამერიკაში, რომელსაც ვთხოვე, რომ რადგან ვიზიტით მივდიოდი და მაინც იქ ვიქნებოდი, თუ შეძლებდა რომ რაღაც დაენიშნა ექიმთან კონსულტაცია, რომ გადამემოწმებინა სიამბლეში რასთან მქონდა საქმე. მოკლედ ამერიკაში გავაკეთეთ ვაშინგტონში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ეს კონსულტაცია და აღმოჩნდა რომ არავითარი სიმსივნის დიაგნოზი რა თქმა უნდა არ დადასტურდა, არათუ სიმსივნის დიაგნოზი არ დადასტურდა, არამედ ფარისებულ ჯირკვალზე საერთოდ არავითარი პრობლემა არ დადასტურდა. დღემდე ამის მე 12 წელი გავიდა და საერთოდ არავითარი პრობლემა არ მაქვს ფარისებულ ჯირკვლის. აღმოჩნდა რომ არავითარი სიმსივნე, არავითარი სერიოზული პრობლემა. ადამიანმა კითხა რომ ოპერის მომღერალი ხარ თუ სკოლის მასწავლებელიო? ვუთხარი რომ არც ერთი, აბა პოლიტიკოსი ხარო და მეთქი კი და აი ზუსტად ეგ დაავადებაო ესო, ემართებათო იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად უწევთ საუბარი ან სიმღერაო. იყო წანაზარდი ხმის იოგზე, რომელიც აი რამდენიმე წუთში ზუსტად ჩავიდნენ კამერით, უცებ წკაპ მოჭრეს და დამთავრდა 15 წუთში ვიყავი გარეთ. საავადმყოფოს შესვლიდან გამოსვლამდე რაღაცა დაახლოებით ამდენი პერიოდი დამჭირდა და ეს მაგალითი ჩემთვის გახდა. მე სიამდვილეში აიყო კოვიდის დროს შეიძლება ის გამოცდილებას დამეხმარა რომ ესე უბრალოდ აღარ ვიღებდი არაფერს, რასაც ექიმები მეუბნეოდნენ, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდი და ვითხოვდი ყველაფრის გადამოწმებას, ყველაფერს ალტერნატიულ აზრს, იმიტომ რომ ხო, რა ვიცი ხა, რომ გეტყვიან, რომ იცი რა, ხუთშაბათს კვდები და მე აღმოჩნდება, რომ არათუ სიმსივნე არ აქვს, არამედ საერთოდ თეორიული დაზიანებაც კი არ აქვს იმ ორგანოს, რომელიც უნდა ამოეჭრათ იმ ხუთშაბათს. მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ უკვე ესე უცებ რაღაცა ზედაპირულად გაცემულ დასკვნებს. შეიძლება ძალიან სუპერ პროფესიონალ ექიმსაც მოუვიდეს შეცდომა, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და როცა საქმე სიკვდილის ჩაცვლას ეხება, ჩვენს ინტერესებში არის რომ მუდმივად ვეძებოთ ალტერნატიული აზრი, იმისათვის რომ დარწმუნებული ვიყოთ იმ პირველი აზრის ასისტორიაში ან გაბათილდეს, ხო? და უბრალოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი სამედიცინო ინიციატივების არსებობა, ორგანიზაციების არსებობა, რომელიც შესაძლებლობას ქმნის აი ამ პროფესიული ალტერნატიული აზრის მიღებისთვის. მე ექიმი არა ვარ და ბევრი არაფერი გამეგება ჯანდაცვაში. მაგრამ იმიტომ რომ ექიმი არ ახარ და ბევრი არაფერი გაგეგება მაგალითად ჯანდაცვაში, ეს არნიშნავს რომ საღი აზრიც უნდა წაგერთვას და არ იფიქრო იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს და რაღაცნაირად შენს ინსტინქტებს უნდა ენდო, რომ ორგანიზმი არის ყველაზე საუკეთესო მეგობარი შენი, ის ყველაფერს გეუბნება, უნდა მოусმინო. შენ თავს, შენს ორგანიზმს უნდა მოусმინო და ის გეტყვის აუცილებლად სწორ გზაზე გაგიყვანს და მე ვიყავი დარწმუნებული რომ
აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი აი ექიმთან რომ ვიჯექი და რომ მიყვებოდა ამას რომ აი ხუთშაბათს ოპერაცია უნდა გავიკეთო ფარსაბჭირკო და ამოვიჭრა რომ ამოვიჭრი მაშინაც არ არის გარანტია რომ მეტასტაზები არ არის აი ამას რომ ელაპარაკებოდა იმდანაც არასერიოზულად ვუსმენდი იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველაფერი მეუბნეოდა რომ არა ეგ არ აქჭირს შენ კარგად ხარ ფუნდამენტურად კარგად ხარ უბრალოდ რაღაცა პატარა პრობლემა გაქვს და იქნება სხვანაირად გაერკვა